Როგორი უნდა იყოს მომავალში თბილისი, ამას მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა განსაზღვრავს, რომლის განახლებაზეც მერია მუშაობა უკვე დაიწყო. ამისთვის 21 მაისიდან 1 აგვისტომდე სახელმწიფო შესყიდვის კონკურსი გამოცხადდება. კონკურსანტებმა ქალაქის საპროექტო ხედვა უნდა წარმოადგინონ. როგორც მერიაში ამბობენ, 2009 წელს შემუშავებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ვერ ასახავს ქალაქის განვითარების პრიორიტეტებს. რასაც ჩვენ კონკურსანტებისგან პირველ ეტაპზე ვითხოვთ, ეს არის საპროექტო ხედვა, წინა საპროექტო ხედვა, რომელიც მოიცავს ისეთ თემატურ დოკუმენტებს, როგორიც არის მაგალითად ისტორიული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ინფორმაცია, როგორიც არის გარემოს და რეკრეაციული ტერიტორიების დაცვითი ხრივ ინფორმაცია, საცხოვრებელ და სამრეწველო ტერიტორიების განვითარების შესახებ და რა თქმა უნდა, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანს ეს არის სატრანსპორტო ფენას. კონკურსის მთლიანი საპრიზო ფონდის შეადგენს 100,000 ლარს, ეს პირველადი ნაწილი, რომელიც უკვე 2 თვის ვადაში აღნიშნე. საიდანაც 50,000 ლარი გადაეცემა პირველ ადგილს, 30,000 მეორე, ხოლო 20,000 რა თქმა უნდა მესამე ადგილს.